აიგდელოს კი არა, თავიდან უნდა ნაკრძალო, არ მისცო მაგის უფლებო რომ და ხელმოსაძლეო. საერთოდ უნახეთ და კრედიტ საძლეო და მე ვიზდანდო დიპლომატია. მარაონა კრაუნა აიგზალოს, მაგრამ შეიძლება ხალხი გააღატაკა მაგ სტრაფას ესხება. აუცილებლად. თქვენ თუ აგიღიათ სტრაფის ესხი? არ ამეღია. დააცვაფირე პარადოქს წავი. იგევნია მჭიერი იყო და ვიდრე ის სტრაფის ესხი ავიღო. მე არ ვიყენებ ესხებს, მაგრამ არც ვერ ვქრობი ახლა. ვისაც ჭირდება, ხომ დაიწყე. ახლა ჩამოვედი საქართველოში. სად იყავი? ჩინეთში. ჩინეთში თუ სარგებლობენ სტრაფის ესხებით? არა, საქმის ფული გძალო. ამის მიზეზი რა არის, თქვენი მიზეზი? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მით უმეტეს ახალგაზრდობა ვარდება ხოლმე ძალიან ცუდ სიტუაციაში და ზედიზედ იღებენ ონლაინ ესხებს და მერე ვერ გამოდიან, იმიტომ რომ ზოგი არ მუშაობს, ზოგი სტუდენტია და ვერ მკლავდებიან. ბევრი ეკონომიკური კრიზისია მაგის გამო. კი ბატონო, შენ თუ გისარგებლია სტრაფის ესხი? კი, მისარგებლია. რამდენად კარგი პირობები აქვს შენი აზრით? რა ვიცი, გარკვეულწილად პირველ დღეს კარგი პირობები ამხრივ რომ პროცენტო და მერე პროცენტებია. შენ თუ გისარგებლია ოდესმე? რომ სტრაფის ესხები უნდა აიგზალოს, რამდენად აიგზალოს ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რაღაც სტრუქტურაა ყოფილი უკვე და ჩემი აზრით აკრძალვას ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე ჯობია დარეგულირდეს და მოწესრიგდეს. არ ვამხრობი, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომელსაც მართლა ჭირდება, შეიძლება გამოვალი მდგომარეობა ქონდეთ და ეს წარმოადგენდეს ერთ-ერთ გამოსავალს, ამასთანავე მაინც არ მგონია გაუქმდეს, იმიტომ რომ მიუხედავად დიდი რისკიანობისა, მაღალ მოგებაზე გადიან ამ სისხლის მეშვეობით. შენ თუ სარგებლობ სტრაფის ესხებით? და რამდენად კარგი პირობებს თავაზობენ? ნორმალური, ანუ არ არის კარგი პირობები, მაგრამ სწრაფად გაიცემა და რა მიზეზების გამო ემხრობი? ანუ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ანუ უმტკიცდება ისე რომ არ ამოწმე გადახსნარიანია თუ არა და შემდეგ პრობლემები ექნებათ ამის. აიც ალბათ კი, იმიტომ რომ იმბალანსადებს ხალხს ეს სტრაფის ესხები რომ ვფიქრობ რომ უნდა იკრძალოს. რა სტრაფის ესხები როგორც ჩვენ ქვეყანაში არის ძალიან განვითარებული, ძალიან ცუდი არის ამ მოსახლეობა იღებს ხასიათს ელემენტარული არიცია თუ რა უნდა ქონდეს და ძალიან ბევრი პროცენტი არის ამას დაკისრებდა ყველაფერს და მოსახლეობაზე ცუდად აისახება და ჩვენზე პირადად აი ეს მე ვფიქრობ რომ უფრო ჯობია ბანკებიდან გაიცეს კრედიტები ვიდრე ესე დაურკვევებით.